ხელმძღვანელეთ თუ არა, რომელიმე ქვეყნის მაგალითით და თქვა კარგი გამოცდილებით და კარგი პრაქტიკით და როგორია თქვენი ზოგადი ხედვა ლარიზაციის პროცესთან დაკავშირებით? ბუნებრივია, ლარიზაცია გამოვიდები ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ეკონომიკის, ამიტომ ხო დოლარიზაცია, ამიტომაც ეს საკმაოდ მაღალ დღის წესრიგში დგას ჩვენთან. დოლარიზაციის პრობლემის მოხსნა, ანუ ლარიზაციის პროცესი ეს არ არის თქვათ მოკლევადიანი გეგმა. ყველა ქვეყანას პრაქტიკულად 3-5 წლის განმავლობაში შეიძლება უფრო ხანგრძლივადიან პერიოდში მოახერხეს ამ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ აქ იყო მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯები. პირველი ნაბიჯების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სოციალურად დაძაბული ფონის მოხსნა, რომელიც გამოიწვია ლარის გაუფასურებამ, უფრო სწორად ვიტყოდი დოლარის გამყარებამ, ზოგადად სოფლიოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით შეეხო იმ მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომლებმაც ცესხი აიღეს პირობითად 2015 წლის 1 იანვრამდე, განსაკუთრებით და ამ სოციალური ჯგუფისთვის, ესე ვთქვათ, პრობლემის მოგვარების გარეშე ჩავთვალეთ, რომ შემდეგი ნაბიჯები, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში გვაქვს განსაზღვრული, ეს არის საკმაოდ გრძელი პროგრამა, დაახლოებით 50-მდე ღონისძიება, უფრო მეტიც არის გათვალისწინებული, რომელიც შემდგომი პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე უნდა განხორციელდეს, მათ შორის თქვა იგივე სხვადასხვა რეფორმები, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, სხვა ალტერნატიული ლარის ფინანსური ინსტრუმენტების შემოტანა და ესე შემდეგ და ეს რამდენ ხანს გულისხმობთ აი ამ პროექტის თქვა, აი გრძელვადიას როცა ვამბობთ, რა პერიოდს გულისხმობთ თქვა? ჩვენ ლარიზაციის პირველი ეტაპი, რომელიც არის განცხადებული, ჩვენ არ ვარაუდობთ, რომ დღევანდელი დოლარიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 70%-დან რომ ჩამოვიდეთ 20%-მდე, თქვა უახლოესი 1 წლის განმავლობაში. ეს ვერ მოხერხდება. დაახლოებით ჩვენი ვარაუდით ეს არის 5-წლიანი პროგრამა, 5 წლის განმავლობაში ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება თვით პროცესები. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისათვის დოლარიზაციის პრობლემის მოხსნა. ამიტომ სწორედ ეს არის მაპატიეთ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს. ეს აი ამ პროცესში ყოველთვის მოწყვლადი ჯგუფები იქნებიან პრიორიტეტულები, როგორ გამოარჩევთ მათ, როგორ შეძლებთ რომ დაეხმაროთ ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც უჭირთ. სესხს იღებს ძალიან ბევრი ადამიანი და ამ ჯგუფებში შეიძლება მოხდნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც მეტნაკლებად გადახდის შანსები აქვთ. აი ეს კონკრეტულად მოსახლეობას რო აუხსნათ ძალიან დაწვრილებით, როგორ მოხდება აი ამ შემთხვევაში? ორი ძირითადი მომენტი, რაც გავითვალისწინეთ ცესხების გალარების პროცესში, როგორც დოლარიზაციის პროცესის პირველ ეტაპში. ეს არის შევეხეთ იმ მოსახლეობის ჯგუფს, ვინაც ყველაზე მეტად იზარალა, ანუ 2015 წლის 1 იანვრამდე ვინც აიღო ცესხები და გარდა ამისა შევეხეთ გარკვეულ ზღვარს ქვემოთ არსებულ მოსახლეობას, ანუ დაახლოებით 100,000 ლარის ეკვივალენტ დოლარში ვისაც აქვს ცესხები, მათ უდოლარდებათ. იმ ცესხებლებს, ვისაც აქვს გაცილებით დიდი, მხოლოდ 100,000 ლარის ფარგლებში, ანუ დღევანდელი კურსით დაახლოებით 40,000 ლარის ფარგლებში ულარდებათ. თვლით, რომ ეს არის სწორედ მოწყვლადი ჯგუფები და რატომ არა სხვა ჯგუფებს პირველ რიგში თვლით, რომ უფრო დიდი მოცულობის ცესხების მფლობელები უფრო მეტად გათვითცნობიერებული ცესხებლები არიან, მათ უფრო უკეთ შეუძლიათ სავალუტო რისკების მართვა და ეს მათი გადაწყვეტილება იყოს, ესე ვთქვათ, და თავის დროზეც ალბათ მათი გადაწყვეტილება იყოს, მათ უფრო მეტი არჩევანი ჰქონდათ თავის დროზე აეღოთ ლარში თუ დოლარში, ხოლო უფრო დაბალი ცესხის მქონეებისთვის ეს არჩევანი ყველამ იცით, რომ უფრო მეტად შეზღუდულია. აქ არის სამომხმარო რომელ პროდუქტებზეა საუბარი? სამომხმარებლო ცესხზეა თუ ასევე ბიზნეს ცესხი? ყველაფერს ეხება ეს? ეს არის ფიზიკური პირების ცესხი, ის ცესხები, რომლებიც არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი.